ენგურჰეს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ყავს ძველი შემადგენლობა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული. მთლიანად იცვლება საბჭოს უკვე ყოფილი წევრები ენერგეტიკის სამინისტრომ დაითხოვა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი? ნათია როყვა ჩაგორთობა ახლა სოფელ ჯვრიდან, სადაც ენგურის კაშხალი მდებარეობს. ნათია, ეთერში ხარ. ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით ენგურჰეს ახალი სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი უკვე ჰყავს. იმ 11 სამეთვალყურეო საბჭოს დეპუტატს, რომლის წინა მოწვევის პარლამენტის 2 დეპუტატიც შედიოდა, უფლებამოსილების ვადა 4 თებერვალს ამოეწურა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 11 სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნაცვლად ენგურჰეს 5 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უხელმძღვანელებს. მიზეზი იყო ის, რომ ზოგადად კარგია, როდესაც სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად გამოიცვლება, კომპანიის ეს კარგია, ახალი ხედვა, ახალი სისხლი და ასე ვთქვათ, ეს იყო გადაწყვეტილება ამის გამო, გადავწყვიტეთ, რომ 12 სამეთვალყურეო წევრის ნაცვლად დაგვენიშნა 5 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შესაბამისად ისინი მათ გაუფრთხილდათ ხელშეკრულებები. არიან მათ შორის ეკონომისტებიც, სხვადასხვა გამოცდილების მიხედვით შევარჩიეთ, არ არის აუცილებელი ენერგეტიკოსი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სანდო ადამიანი, რომელსაც წესიერებაში არავის ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს მისი წარსულიდან გამომდინარე და ძირითადად ასეთი კრიტერიუმები შეირჩა. გამოცდილი პროფესიონალი კადრები, რომლებიც ჩვენი აზრით ძალიან წარმატებულად შეძლებენ გაართვან თავის მომავლობას. ახალი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კობა ჭუმბერიძე იქნება. ჯერჯერობით ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ენგურჰესის თანამშრომლები პირადად არ იცნობენ. მათი თანამშრომლებისა და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გაცნობა ამ დღეებში არის დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში შევხვდებით მათ სრულ შემადგენლობას. ისინი აპირებენ ობიექტზე ჩამოსვლას და ახლო გაცნობას. თუმცა ხელმძღვანელები უკვე გაეცნენ მათ თბილისში. და აპირებენ მომავალ კვირაში ჩამოვიდნენ ობიექტზე და უფრო ახლოს გავიცნოთ. ამ დრომდე ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ინარჩუნებს ლევან მებონია, რომელიც უკვე წლებია ამ ენგურჰეს ხელმძღვანელობს. მებონიას მთავრობა ყოველთვის განიხილავს აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის მთავარ დასაბენძავად. სწორედ მებონიას კავშირებით შედგა აფხაზეთში ენერგეტიკის მინისტრისა და აფხაზური ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის, ენერგოკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და აფხაზეთში ყველაზე მსხვილმა ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეცვლილია. ნათია როყვა საუბრობდა სოფელ ჯვრიდან პირდაპირ